სან-ფრანცისკოს სანაპიროდან მხოლოდ 30 მილის დაშორებით არის კუნძულების ჯგუფი. მათ შეგიძლიათ დაინახოთ ნათელ ამინდში. ათეულობით მილიონი ადამიანი საკმარისად ახლოს ცხოვრობს, რომ ესტუმრო საქაურობას და თითქმის არც ერთ მათგანს არ იცის, რა მოხდა აქ. კუნძულები ხელუხლებლად გამოიყურება, დაცულად, თითქმის მშვიდად, მართლა. მაგრამ ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი ეკოსისტემა წყნარი ოკეანის სანაპიროზე, რადგან ზედაპირის ქვეშ იმალება რაღაც, რაც ჩვენ დავტოვეთ იქ და აღარასდროს დავბრუნებულ ვართ მის წამოსაღებად. კუნძულებისა და წვეტიანი კლდოვანი წარმონაქმნების კომბინაცია, რამაც მათ შეარქვა მეტსახელი ეშმაკის კბილების კუნძული. ეს არის ფარალონის კუნძულები. ისინი სან-ფრანცისკოს ნაწილია, მაგრამ ალკატრასისგან განსხვავებით, აქ ტურები არ ტარდება. არც ერთი ბორანი არ დააბრუნებს სტუმრებს აქეთ-იქით. სინამდვილეში თითქმის ყველა, ვინც ცდილობს აქ ჩამოსვლას, დაპატიმრებას ელოდება. და ეს იმდენად მათი უსაფრთხოებისთვისაა, რამდენადაც სხვა მიზეზით. ეს 5 მილიონი კუნძულების ჯაჭვია. პატარა შორეული კუნძულები, სადაც თითქმის არ არის გამოსაყენებელი მიწა. არ არსებობს ინფრასტრუქტურა, არც ქალაქები და არც განვითარება. ზოგიერთი მათგანი თითქმის კუნძულიც კი არ არის. ზოგი უბრალოდ შავი ქვაა, დაფარულია გუანოთი, მაგრამ ეს იზოლაცია შემთხვევითი არ არის. ის ძალითაა უზრუნველყოფილი. დღეს ფარალონის კუნძულები დაცული ველური ბუნების ნაკრძალია. მთავრობამ ფაქტობრივად შემოღობა ისინი. დააშესეშის თევზისა და ველური ბუნების სამსახური არ იშურებს ძალისხმევას, როცა საქმე წესების დაცვას ეხება. დამოყევებს შეიძლება დიდი ჯარიმები და თვითპატიმრობაც დაემუქროთ. ასე რომ კითხვა ასეთია. რატომ არის საჭირო, რომ ადგილი, რომელიც მილიონობით ადამიანს ასე ახლოსაა, ასეთი კონტროლით იყოს დაცული? რადგან ზედაპირზე ეს ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ეკოსისტემად გამოიყურება ამერიკაში. მათთვის, ვინც მას ახლოდან ხედავს, ეს ბუნების საოცრებათა ქვეყანას გავს. ის ერთ-ერთ ყველაზე ხელუხლებელ ადგილად ჩანს მსოფლიოში. და სწორედ აქ იწყება წინააღმდეგობა. ფარალონის კუნძულებზე მსოფლიოში ზღვის ფრინველების ერთ-ერთი უდიდესი პოპულაცია ბინადრობს. 250,000-ზე მეტი ზღვის ფრინველი არის მიმოფანტული კუნძულზე. მთელი კლდეები დაფარულია ბუდობის კოლონიებით და ისინი სულაც არ არიან ამ საიდუმლო კუნძულების ერთადერთი ბინადრები. ბეჭდები და ზღვის ლომები ავსებენ ნაპირს და ქვემოთ წყლებში დიდი თეთრი ზვიგენები პატრულირებენ სანაპიროს, რადგან აქ უხვად არის ნადავლი. ლურჯი ვეშაპები, კუზიანი ვეშაპები, ორკები, ყველა მათგანი ამ წყლებში გადის. ეს ერთ-ერთი უმდიდრესი საზღვაო ეკოსისტემაა მთელ წყნარ ოკეანეში. ფარალონის კუნძულებზე ზღვის ფრინველების რაოდენობა დრამატულად გაიზარდა. ფრინველები, რომლებიც ადგილობრივად გადაშენებულად მიიჩნეოდნენ, დაბრუნდნენ. მიგრირებადი ფრინველები ზამთარში კუნძულზე სახლდებიან. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ამ ტერიტორიაზე ადამიანთა აქტივობა ძალიან მცირე იყო. მაგრამ ის, რაც ასეთ ეკოსისტემებს უჩვეულოს ხდის, მხოლოდ მათი აყვავება კი არ არის. არამედ ის, თუ რამდენად სწრაფად რეაგირებენ ისინი დარღვევაზე. უმეტეს სანაპირო გარემოში არსებობს ბარიერი ადამიანის ზემოქმედებასა და ეკოლოგიურ კოლაპსს შორის. აქ ეს ბარიერი ბევრად უფრო თხელია. არა იმიტომ, რომ სისტემა მყიფეა, არამედ იმიტომ, რომ ყველაფერი მჭიდროდ არის დაკავშირებული. მტაცებლები, ნადავლი, მიგრაციის მარშრუტები და გამრავლების ადგილები. ყველა ერთსა და იმავე წყლის მონაკვეთში იკვეთება. ამიტომ, როცა რაღაც იცვლება, ეს ცვლილება სწრაფად ვრცელდება სისტემაში. რაც შემდეგ ნაწილს უგულებელყოფას უფრო ართულებს. როგორ გადააქცია ამერიკამ წყნარი ოკეანის სანაპიროზე ერთ-ერთი ყველაზე ბიომრავალფეროვანი კუნძული, ბირთვული ნარჩენების ნაგავსაკრელად. და კიდევ, რა არის იქ დარჩენილი? ბირთვული იარაღის განვითარება დიდი რაოდენობით რადიოაქტიურ ნარჩენებს წარმოქმნიდა. როგორც კი გაირკვა, რომ ამ ნარჩენებს კიბოს გამოწვევა შეეძლო, მთავრობამ დაიწყო იზოლირებული ადგილების ძებნა მათი მოსაშორებლად. და ფარალონის კუნძულები აღმოჩნდა სამიზნეში. 1946 წელს კუნძულის გარშემო წყლები ბირთვული ნარჩენების განთავსების ადგილად იქცა. შემდეგი 14 წლის განმავლობაში კუნძული იყო ეპიცენტრი, სადაც ათასობით კასრი ბირთვული ნარჩენი ზღვაში ჩაყარეს და ზღვის ფსკერზე აღმოჩნდა. ორი ნაგავსაკრელი იყო. ერთში დაახლოებით 3500 კონტეინერი ინახებოდა. მეორეში კი, რომელიც უფრო დიდი იყო, 44,000 კონტეინერი. სულ 47,500 კასრი, რომლებიც ზღვის ფსკერზეა განთავსებული. და მას შემდეგ რაც იქ დააგდეს, ზღვის ფსკერი სრულად რარავის დაურუგავს. იმ დროს მთავარი გარემოს დაცვითი სიფრთხილე კი არ იყო, არამედ იზოლაცია. ფარალონის კუნძულები იმიტომ აირჩიეს, რომ იქ მისვლა რთული იყო და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. ბიუროკრატიულ ენაზე დაშორებული არ ნიშნავს ცარიელს. ეს უბრალოდ ნიშნავს ადგილს, სადაც კატასტროფას ნაკლები მოწმე ეყოლება, ნაკლებად დაფიქსირდება ან დაუყოვნებლივ გამოსწორდება. ოფიციალურად ეს დაბალი დონის ნარჩენებად ითვლებოდა, მაგრამ ბევრი კასრის ზუსტი შემცველობა არასდროს იყო სრულად დოკუმენტირებული. ზოგი ჩანაწერი არასრულია, ზოგი კი საერთოდ დაკარგულია. იმ დროს ოკეანეში ნარჩენების დაღვრაზე ცენტრალიზებული ციფრული რუკების სისტემა არ არსებობდა. კოორდინატები ხელით იწერებოდა, ზოგჯერ კი აფასებდნენ გემის მდებარეობის ჟურნალების მიხედვით, რომლებიც თავადაც შეიძლება მილებით აცდეს.
ამინდისა და დინების პირობების მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ დღესაც კი მეცნიერებს არ აქვთ ზუსტი რუკა თუ სად მდებარეობს თითოეული ნარჩენი. სუის ფსკერი აქ არასტაბილურია. ნალექების გადაადგილება, წყალქვეშა მეწყერები და ტექტონიკური წნევა ნიშნავს, რომ კასრები შეიძლება მხოლოდ არ დაიჟანგოს, არამედ გადაადგილდეს კიდეც. მეცნიერებს არ შეუძლიათ დაადგინონ, სად იყო მათი საწყისი მდებარეობა და მით უმეტეს ვერ დაადგენენ, სად არიან ისინი ახლა. რაც ვიცით, ის არის, რომ ნარჩენების დაკრა გაგრძელდა 1970 წლამდე, როცა მთავრობამ ოკეანეში ბირთვული ნარჩენების დაკრა სრულად შეწყვიტა. მთავრობის თქმით, ამ რადიაციისგან გარემოსთვის საფრთხე არ არსებობს, რადგან მისი უმეტესობა 1980-ისთვის უკვე დაშლილი იყო. მაგრამ შეგვიძლია ვენდოთ მათ. იქ საკმარისზე მეტი რადიოაქტიური მასალაა, რომ ნებისმიერი მოკლას, ვინც მასთან ახლოს მივა. საკმარისია მხოლოდ ერთი გაჟონვა. თუმცა უცნობია, როგორ იმოქმედა ამან ზღვის ცხოველებზე ამ პერიოდში. განსაკუთრებით იმ მიგრირებად სახეობებზე, რომლებიც დიდხანს ატარებენ დროს კლდოვან გამონაშვებზე. მაგრამ მაინც, ხო უსაფრთხოდ გადააგდეს? თუმცა, თავად დაკრის პროცესმაც კიდევ უფრო მეტი შეშფოთება გამოიწვია. გამოქვეყნებულმა ან გაჟონილმა დეტალებმა, ბევრი ადამიანი დააფიქრა, რომ მდგომარეობა ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე მთავრობა აღიარებს. უპირველეს ყოვლისა, საწყისი განადგურების მეთოდი იყო კასრების ბეტონით დამძიმება და შემდეგ წყალში ჩაგდება. და ეს ყოველთვის არ მუშაობდა. ამიტომ ჯარისკაცებმა კრეატიულობა გამოიჩინეს. იუთღებიან, რომ ისინი კასრებს თოფებით ესროდნენ, რათა ჩაძირვა გაეადვილებინათ, რაც ნიშნავს, რომ ზოგიერთი მათგანი დაზიანდა, სანამ ზღვის ფსკერს მიაღწევდა. ეს არ იყო დამალული, ეს იყო კანონიერი. ეს კიდეც დაამტკიცეს და არავის შეპარვია ეჭვი. მაგრამ ხშირად გამორჩენილია ის, თუ როგორ ტარდებოდა ეს ოპერაციები. ტვირთები ყოველთვის ერთი ადგილიდან არ მოდიოდა. ამის ნაცვლად, რამდენიმე ლაბორატორია, სამხედრო კონტრაქტორი და საზღვაო ობიექტი ერთსა და იმავე სატრანსპორტო მარშრუტებს იყენებდა. ესე რომ, ერთ კასრში შეიძლება სხვადასხვა წყაროდან მიღებული მასალების ნაზავი ყოფილიყო. და ესეც არ იყო ყველაფერი. 1951 წელს USS Independency, რომელიც ბიკინის ატოლზე ატომური ტესტირებისთვის გამოიყენებოდა, ბირთვული ნარჩენებით დატვირთეს და განზრახ ჩაძირეს. რადიოაქტიური გემი ზღვის ფსკერზე ჩაძირეს, სადაც დარჩა მანამ, სანამ 2015 წელს ისევ არ აღმოაჩინეს. ისე ჩანს თითქოს ეგონათ, რომ ოკეანე ყველაფერს მიიღებდა, რასაც კი მასში ჩაკრიდნენ. აღმოჩნდა, რომ ასე არ არის. ამის გამო ფარალონის კუნძულები ნაკლებად ველურ ბუნებად და უფრო ნაღმებით სავსე ველად გეჩვენება. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სამთავრობო პოზიციაა, რომ ეს ტერიტორია უსაფრთხოა, უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. მაგალითად, ზუსტად არავინ იცის, სად მდებარეობს კასრები. არც მათი მდგომარეობაა ცნობილი. ბირთვული ექსპერტები ამბობენ, რომ კასრების შეხება უფრო დიდ გაჟონვას იწვევს, ვიდრე მათი ადგილზე დატოვება. ამასთან მათი ამოღება მხოლოდ ძვირი კი არ არის. ღრმა წყალში კოროზირებული კასრების შეხება უფრო მეტ დაბინძურებას იწვევს, ვიდრე მათი უკრავად დატოვება. გაწმენდის პროცესი შეიძლება უფრო საზიანო იყოს, ვიდრე თავდაპირველი გადაკრა. მოულოდნელი გაჟონვა მხოლოდ ამ ტერიტორიას არ დააბინძურებს, არამედ ტოქსიკურ ღრუბელს გაავრცელებს მიმდებარე წლებში. უშუალო ზონა სასიკვდილოდ რადიოაქტიური გახდება, რაც იქ მყოფ ნებისმიერ ადამიანს, კვინთავებს, მკვლევრებსა და გამლელ გემებზე მყოფ ადამიანებს მწვავე მოწამლას მიაყენებს, მანამ სანამ რეაგირების დრო იქნება. არც გაფრთხილება, არც ხილული სიგნალი. უბრალოდ ჩუმად გავრცელებული საფრთხე. მაშ ზუსტად რა დევს იქ ახლა? 1980 წელს EPA-მ ეს რეგიონი რუკაზე დაიდანა, რადგან არავინ იცოდა, იყო თუ არა კუნძულები უსაფრთხო ადამიანებისთვის ან ცხოველებისთვის. ანგარიში ეწერა, რომ კუნძულები უსაფრთხო იყო, მაგრამ მათ აღმოაჩინეს რადიაციის დონეები ზოგიერთ ცხოველში. ოფიციალური პოზიციაა, რომ ეს დონეები ძალიან დაბალია იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი რისკი წარმოადგენდეს. მაგრამ ამას მნიშვნელოვანი დლოვანი დათქმა ახლავს. არავის ნამდვილად არ შეუმოწმებია ეს 47500 კასრი, რადგან საქმე მხოლოდ გადაკრილ მასალაში არ არის. საუბარია იმაზე, რაც მას დროთა განმავლობაში ემართება. ფოლადი იჟანგება, კონტეინერები სუსტება, დალუქვა ირღვევა და ეს ყველაფერი 10 წლეულებია რაც ხდება სრულიად თვალთახედვის მიღმა. თუ ნელი გაჟონვა დღეს დაიწყება, შეიძლება თვეების განმავლობაში შეუმჩნეველი დარჩეს, სანამ ზედაპირული ბიოლოგიური ნიმუშებით გამოვლინდება. და 1980-იან წლებში ოკეანეში რადიაციის საბაზისო დონეები ჯერ კიდევ გლობალურად განისაზღვრებოდა. ასე რომ, როცა ადამიანები უსაფრთხო ზღვარზე საუბრობდნენ, ეს ყოველთვის არ ეფუძნებოდა გრძელვადიან დაგროვებას. უფრო ხშირად ისინი იმ დროისთვის ცნობილ ინდუსტრიულ ზემოქმედების დონეებს ადარებდნენ. და ეს ორი რამ ყოველთვის ერთმანეთს არ ემთხვევა. რაც მოკლევადიან გაზომვაში მისაღებად გამოიყურება, შეიძლება სრულიად სხვაგვარად იმოქმედოს, როცა წლების განმავლობაში მთელ ეკოსისტემაში გავრცელდება. თუ მთავრობიდან ვინმეს ესაუბრებით, ისინი ფიქრობენ, რომ საუკეთესო სტრატეგია არსებული მდგომი მდგომარეობის შენარჩუნებაა. ამჟამად არანაირი აქტიური ამორხების ოპერაცია არ მიმდინარეობს. რადიოაქტიური კასრები სავარაუდოდ განუსაზღვრელი ვადით დარჩება იქ.
ისინი იქ უკვე 50 წელზე მეტია და ექსპერტები ამბობენ, რომ თუ სერიოზული გახეთქვა უნდა მომხდარიყო, უკვე უნდა მომხდარიყო, ხარიყო, ხომ ასე? ფარალონის კუნძულებთან ახლოს კასრებზე დამცავი საფარი აღარ არის მთლიანად შენარჩუნებული. ის უკვე იშლება. ეს კონტეინერები ასე დიდხანს გამოსაყენებლად არ აუშენებიათ. ეხლა მათი გადატანის ნებისმიერი მცდელობა გამომწვევ მიზეზად იქცევა. იმ წამს, როცა მძიმე ტექნიკა შეეხება, ეს დასუსტებული კასრები გასკდება. სხვა სიტყვებით, ეს ნიშნავს ტერიტორიის ხელახლა რუგირებას, შემაკავებელი მოდელებისა და სიმულაციების ჩატარებას. პრაქტიკაში ეს უფრო ართულებს საქმეს, ვიდრე არაფრის გაკეთება. ჩარევას თავისი რისკები ახლავს. გარემოს დამცველები კვლავ შეშფოთებულნი არიან რეგიონის უსაფრთხოებით. იმის გამო, რომ კატასტროფის შემთხვევაში შესაძლებელია დიდი რაოდენობით რადიოაქტიური ნივთიერებების გამოყოფა, ეს ნიშნავს, რომ თითქოს ძილში მივდივართ კატასტროფისკენ. ოკეანის საზღვრები არ აქვს. ასე რომ, თუ აქ რამე გაჟონავს, ის აქ არ დარჩება. ის გადაადგილდება, ვრცელდება. აღწევს ნაკრძალის ფარგლებს გარეთაც. და ეს ყველაფერი ხდება მილიონიანი ქალაქის სიახლოვეს. რა მოხდება თუ ფარალონის კუნძულებთან ახლოს დიდი ბირთვული გაჟონვა მოხდება? ყველაზე საშიში ის არის, რომ ამაზე არავის აქვს კონკრეტული პასუხი. თუ ეს მოხდება, ეს უფრო მასშტაბური კატასტროფის შედეგი იქნება. დიდი მოვლენის, რომელიც დაუყოვნებლივ კრიზისს გამოიწვევს. და თუ ეს მოხდება, აურაცხელი რაოდენობის რადიოაქტიურობა ჩაიღვარება სიღრმეში. ეს იქნება ეკოსისტემისთვის ეგზისტენციალური საფრთხე და კუნძულების გარშემო 20-დან 30 მილამდე სასიკვდილო ზონა ჩამოყალიბდება. ნამდვილი საფრთხე ისაა, რაც ამ ზონაში გაივლის. წყნარი ოკეანის ორაგული კალიფორნიიდან ალასკამდე და უკან ბრუნდება. ლურჯფარფლიანი თინუსი მთელ წყნარ ოკეანეს კვეთს. ფსკერზე მკვებავი ორგანიზმები დაბინძურებას პირდაპირ ზღვის ფსკერის ნალექებიდან შეიწოვენ. და რაც ფსკერზე იწყება, იქ დიდხანს არ რჩება. თუ ბირთვული მასალის კონცენტრაცია საკმარისად სერიოზულია, ეს შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლის ჯაჭვური რეაქცია და შეუქცევადი ზიანი ველურ ბუნებაზე. ეს ძალიან რეალური საფრთხეა იმ ადგილობრივი პოპულაციებისთვის, რომლებიც ამ ბალანსზე არიან დამოკიდებული. ეს 10 წლეულებით დააბრუნებს აღდგენის სამუშაოებს დაცულ ნაკრძალში. რამდენიმე უკვე გადაშენების პირას მყოფი სასახეობისათვის ამ ტერიტორიაზე ეს აღსასრულის დასაწყისია. მაგრამ მთავარი საფრთხე სიახლოვეში კი არაა, არამედ უხილაობაშია. ნაწილაკები გაიფანტება წყნარ ოკეანეში და საკვებ ჯაჭვში. იქიდან კი ის კალიფორნიასაც გასცდება. ნიგრირებადი თევზები და დინებები რადიოაქტიურ მასალას დასავლეთ სანაპიროზე ზევით და ქვევით წაიღებენ. მიაღწევენ ორეგონს და შემდეგ აზიისა და ევროპის მიმართულებით. კომერციული თევზჭერის წყლებში უწყვეტი რეალურ დროში რადიაციის მონიტორინგი არ არსებობს. აშშ სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ზღვის პროდუქტების მონიტორინგის სისტემაც კი პერიოდულ ნიმუშებზეა დამოკიდებული და არა მუდმივ დაკვირვებაზე. ჟანგმოკიდებული კასრიდან ნელი გაჟონვა არ გამოიწვევს არც ერთ პროტოკოლის ამოქმედებას, რადგან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული არ არის. იმ დროისთვის, როცა კომერციულ თევზში დაბინძურების დონე იმ ზღვარს მიაღწევს, რომელიც ტესტირების დაწყებას გამოიწვევს, ეს თევზი უკვე გავრცელებაში იქნება. დაბინძურებული თევზის დაბალი დონის მუდმივი არსებობა საკვების ჯაჭვში მაინც იწვევს გრძელვადიან ჯანმრთელობის შედეგებს. საშიშია არა მხოლოდ მწვავეზე მოქმედება, არამედ დროთა განმავლობაში დაგროვილი ეფექტებიც. სან-ფრანცისკოში მცხოვრებთათვის ფარალონის კუნძულები ალბათ მხოლოდ მეორეხარისხოვანი რამაა. ანირამაა, მოწმენდილ დღეს ჰორიზონტზე მცირე ლაქა. მათი ცხოვრების უმნიშვნელო დეტალი. მათგან ბევრს არასდროს ყოფილა კუნძულის გარშემო წყლებში ან დურბინდითაც კი არ უნახავს ისინი. ვინც იცის მათ შესახებ, მათთვის ეს მხოლოდ ცნობის მოყვარეობის საგანია. 30 მილის დაშორებით და სადღაც წყლის ქვეშ. 47,500 კასრი აკეთებს იმას, რასაც ფოლადი აკეთებს, როცა იგი ზღვის მარილიან წყალში 75 წლის განმავლობაში იმყოფება. ოკეანეს გრძელი მეხსიერება აქვს და ფარალონისა და მისი გარშემო ტერიტორიის მომავალი შეიძლება იმაზე იყოს დამოკიდებული, რამდენ ხანს შეძლებს ოკეანე თავისი საიდუმლოებების შენახვას. მადლობა, რომ დღეს შემომიერთდით. იმედი მაქვს ვიდეო მოგეწონათ. თუ გსურთ კიდევ ვნახოთ მსგავსი ვიდეოები, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და ჩართოთ ჩატყობინებები. ეს მართლა დიდ განსხვავებას ქმნის. კიდევ ერთხელ მადლობა და მომავალ შეხვედრამდე Map Hackse.